2.31. ნამრავლი უნდა ვიყვანოთ ხარისხში. ნამრავლი რო ავიყვანოთ ხარისხში, საჭიროა თითოეული თანამამრავლი ავიყვანოთ მოცემულ ხარისხში. A უნდა ვიყვანოთ კვადრატში, B კვადრატი უნდა ვიყვანოთ კვადრატში, მივიღებთ B ხარისხად 2/2. ხარისხის მაჩვენებლები უნდა გადავამრავლოთ. კუბი რო კვადრატში ავიყვანოთ, ხარისხად 3/2. რაც ხარისხის მაჩვენებლები გადავამრავლოთ. მივიღებთ A კვადრატი, B ხარისხად 4 და C ხარისხად 6. შემდეგ 5 გამრავლებული ფრჩხილებში კვადრატი უნდა ვიყვანოთ კუბში. აქაც გამრავლია კუბში. წინ კოეფიციენტის 5-ს არ შევეხებით, იმიტომ რომ ფრჩხილების გარეთ არის x კვადრატი უნდა ვიყვანოთ კუბში, ხარისხად 2/3. ხარისხის მაჩვენებლები გადავამრავლოთ. y უნდა ვიყვანოთ კუბში, ანუ 1 ხარისხი ეწერება და 1/3 ისევ 3. 2/3 არის 6. მივიღეთ 5 x ხარისხად 6 გამრავლებული y კუბზე. გადავიდეთ მესამეზე. -2 a კვადრატი bc უნდა ვიყვანოთ კუბში. ნამრავლი როცა აყვავს კუბში, თითოეული თანამამრავლი უნდა ვიყვანოთ კუბში. მინუსის მესამე ხარისხი ისევ მინუსია. 2-ის კუბი დავწერეთ. a კვადრატი რო კუბში ავიყვანეთ, a ხარისხად 2/3 დავწერეთ, b კუბი და c კუბი. მინუსი უცვლელად გადავიწერეთ, 2-ის კუბი არის 8, 2/3 არის 6, დანარჩენი უცვლელად გადავიწერეთ. მივიღეთ -8 a ხარისხად 6, b კუბი, c კუბი. დაგვრჩა მეოთხე. -2 a კუბი კვადრატი. აქაც ნამრავლი აყვავს მეოთხე ხარისხი, თითოეული თანამამრავლი ხარისხი. მინუსი ლუწ ხარისხი, ანუ მეოთხე ხარისხში არის პლუსი, ნიშანი მოგშორდება. დავწერეთ 2 ხარისხად 4, a კუბი რო ავიყვანოთ მეოთხე ხარისხი, a ხარისხად 3/4, ანუ ხარისხის მაჩვენებლები გადავამრავლეთ. b ხარისხად 4 და c ხარისხად 2/4. a ხარისხი არა და 2 ხარისხად 4 არის 16, და 16 შეგვიძლია დავწეროთ. a ხარისხად 3/4 არის 12, a ხარისხად 12, b ხარისხად 4, c ხარისხად 2/4. მაგალითად, ხარისხი 8. მივიღეთ 16 a ხარისხად 12, b ხარისხად 4 და c ხარისხად 8.